ეს ბოლო რამდენიმე დღის სტატიებია. ადამიანების სიკვდილი, საშინელი სიკვდილი. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამაზე უარესი მოხდეს. სხვა მეგობრებიც მყავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ადამიანები, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ უბრალოდ ვერ დაბრუნდება ქვეყანაში. ის ამბობს, რომ ისინი მიწას ართმევენ და შემდეგ კლავენ. ნება მომეცით განმარტო. ყველაფერი რაც გვაჩვენეთ, ეს სიტყვით გამოსვლა ვიდეოზე რაც ჩანს. ეს არ არის ხელისუფლების პოლიტიკა. ჩვენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მრავალპარტიული დემოკრატიაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოხატონ პოზიცია, ხოლო პოლიტიკური პარტიების პოზიციები ხშირად არ ემთხვევა მთავრობის პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკა მთლიანად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც მოვისმინეთ, პარლამენტშიც კი. ოპოზიციონერი, რომელიც გვანახეთ, წარმოადგენს უმცირესობის პარტიას, რომელსაც არსებობის უფლება აქვს ჩვენი კონსტიტუციის თანახმად. მაგრამ თქვენ მათ მიწის წართმევის უფლებას აძლევთ. არა, მიწის წართმევა არავის შეუძლია. ჩვენს ქვეყანაში კრიმინალია. კრიმინალური საქმიანობისგან დაღუპული ადამიანები მხოლოდ თეთრკანიანები არ არიან. მათი უმეტესობა ფერადკანიანია. ფერმერები ფერადკანიანები არ არიან. არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი, მაგრამ ფერმერები ფერადკანიანები არ არიან. ნამდვილი რეპორტიორები რომ ყოლოდა და არა ასეთი სულელი აქ რომ დგას ერთი, ამ ამბავს გააშუქებდნენ. ამ ქვეყანაში ყალბი ამბების გამავრცელებლები ამაზე არ ლაპარაკობენ. ესენი იმაზე ლაპარაკობენ, რატომ მისცა უფასოდ თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს, მე კი არა. მაპატიეთ, თქვენთვის საჩუქრად თვითმფრინავი არ მაქვს. კარგი იქნებოდა რომ გქონოდათ, მივიგებდი. თუ თქვენი ქვეყანა შესთავაზებს ამერიკის საჰაერო ძალებს თვითმფრინავს, მას მივიგებ.